ეს არის ისტორია ბრენდზე, რომელიც ავტომობილებს კი არ აწყობდა, არამედ თვითმფრინავებს ასფალტზე სიარულს აიძულებდა. შვედური სააბის ისტორია არ გავს არც ერთი სხვა ავტომწარმოებლის გზას. ეს არის საინჟინრო აკვიატების, უშიშარი ინოვაციებისა და საბოლოო ჯამში ტრაგიკული ფინალის ქრონიკა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვედურ სამხედრო ავიაციო კომპანიას გადარჩენისთვის პროფილის შეცვლა დასჭირდა. მათ გადაწყვიტეს ავტომობილის შექმნა. საქმეს ხელი მოკიდა 15 ინჟინერმა, რომელთაგან მხოლოდ 2-ს ჰქონდა მართვის მოწმობა და არც ერთს არ ჰქონდა ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება. მათ არ იცოდნენ, როგორ იქნებოდა ჩვეულებრივი მანქანა, ამიტომ შექმნეს ის, რაც იცოდნენ, თვითმფრინავი ბორბლებზე. ასე დაიბადა 1957 წელს Saab 92. მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.30 იყო. შედარებისთვის ეს მაჩვენებელი იმ დროის ფერარზე უკეთესი იყო და დღევანდელ ბევრ თანამედროვე ავტომობილსაც კი სჯობნის. კორპუსი ერთიანი ლითონის ფირფიტისგან იყო გამოჭედილი, რათა საავიაციო სიმტკიცე ჰქონოდა. Saab-ი არასდროს მიყვებოდა ტრენდებს, ის თავად ქმნიდა მათ. აი რა აჩუქეს მსოფლიოს შვედმა ინჟინერებმა. Saab-ს არ გამოუგონია ტურბო, მაგრამ 1977 წელს Saab 99 ტურბოთი მათ პირველებმა გახადეს ტურბო დაბერვა საიმედო, ყოველდღიური და მართვადი. მათ გამოიგონეს wastegate, სარქველი, რომელიც ზედმეწნევას არეგულირებდა, რათა ძრავა არ აფეთქებულიყო. 80-იანებში მათ შექმნეს აალების სისტემა, სადაც თითოეულ სანთელს საკუთარი კოჭა ჰქონდა. სისტემა ცილინდრში მიმდინარე პროცესებს იმდენად სწრაფად ზომავდა, რომ ცუის დეტონაციას მანამ აკრობდა, სანამ ის საერთოდ მოხდებოდა. ასევე წმინდა წყლის საავიაციო ფუნქცია. ერთ ღილაკზე დაჭერით, სპიდომეტრის გარდა ყველა მაჩვენებელი და განათება ქრებოდა, რათა მძღოლს ღამით თვალი არ დაღლოდა. თუ რომელიმე სისტემას საფრთხე დაემუქრებოდა, პანელი მომენტალურად თავად ინთებოდა. მათ პირველებმა დააყენეს სავარძლის გათბობა, საქარემილის გამწმენდები ფარებზე, უსაფრთხოების აქტიური თავის მისადგამები და, რაც მთავარია, დაქოქვის საკეტი გადაცემათა კოლოფის კონსოლზე, სავარძლებს შორის. რათა ავარიის დროს გასაღებს მძღოლის მუხლი არ დაესახიჭრებინა. ეს ბრენდი რიგი მიზეზების გამო ფენომენალური გახდათ. წინა წამყვანი თვლები, იდეალური წონასწორობა და ტურბოს აფეთქება შუაბრუნებზე. Saab-ის გასწრება ტრასაზე 80-დან 120 კმ/სთ-მდე დიაპაზონში უფრო სწრაფი იყო ვიდრე იმდროინდელი Porsche 911-ის. სანამ Euro NCAP შეიქმნებოდა, Saab-ი შვედეთის ტყეებში ავტომობილებს სახურავით მიწაზე აგდებდა, რათა რეალურ პირობებში გამოეცადა სიმტკიცე. მათი მანქანები ტანკებივით მყარი იყო. მასკედულობდნენ არქიტექტორები, ინჟინრები, ექიმები, ხალხი, ვინც აფასებდა ანატომიურად სრულყოფილ სავარძლებს და მოაზროვნე ინჟინერიას. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ისევე როგორც სხვა ყველა ბრენდში, აქაც გვაქვს რამოდენიმე საინჟინრო თავისტკივილი. არასტანდარტული არქიტექტურის გამო უბრალო ხელოსანი ამ მანქანას ხელს ვერ კიდევდა. მაგალითად, ძრავა ზოგ მოდელში უკუღმაიდო, რაც გენერატორის ან ხვედის შეცვლას ნამდვილ კოშმარად აქცევდა. ასევე ადრეულ მოდელებში გაზის პედალზე დაჭერასა და სიმძლავრის მირებას შორის მთელი მარადისობა გადიოდა. მაგრამ როცა ტურბო გაიღვიძებდა, წინა თვლები კონტროლს კარგავდა. Saab-ის აღსასრული დაიწყო მაშინ, როდესაც 1999 წელს ის ამერიკულმა გიგანტმა General Motors-მა იყიდა. ამერიკელებს სურდათ ხარჯების შემცირება და Saab-ის Opel-ის პლატფორმაზე გადაყვანა. მათ უთხრეს შვედებს: აიღეთ Opel Vectra და უბრალოდ ვიზუალი შეუცვალეთ. მაგრამ შვედმა საინჟინრო გენიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო. Saab-ის ინჟინერებმა ფარულად დაშალეს Opel-ის ბაზა, უარი თქვეს მის იაფფასიან გადაწყვეტილებებზე, მთლიანად გადააკეთეს დაკიდების სისტემა, გააძლიერეს კორპუსი და შეცვალეს ელექტრონიკა. როდესაც GM-ის ხელმძღვანელობამ ახალი Saab 9-3 ნახა, გაუგნებულებებმა კითხეს: ეს რა არის? ჩვენ ხომ სხვა დავალება მოგეცით? შვედებმა უპასუხეს: ეს უკეთესია. მანქანა მართლაც უკეთესი იყო, მაგრამ პროექტმა ბიუჯეტს კატასტროფულად გადააჭარბა. Saab-ი თითოეულ გაყიდულ მანქანაზე ფულს კარგავდა, რადგან მათ უარი თქვეს უხარისხო პროდუქტის გამოშვებაზე. GM-მა ვერ გაუგო ბრენდს, რომლისთვისაც საინჟინრო პატიოსნება ფინანსურ მოგებაზე მაღლა იდგა. 2011 წელს Saab-მა ოფიციალურად გამოაცხადა გაკოტრება. Saab-ი არ მოგდა იმიტომ, რომ ცუდ მანქანებს აკეთებდა. ის მოგდა იმიტომ, რომ ზედმეტად კარგი იყო იმ სამყაროსთვის, სადაც ყველაფერს მარკეტოლოგები და ბუღალტრები წვედნენ. ისინი დარჩნენ ინჟინრებად, რომლებმაც საკუთარ პრინციპებს არ უღალატეს. და სწორედ ამიტომ დღეს გზაზე ჩავლილი ყოველი Saab-ი არაუბრალოდ ძველი ავტომობილი, არამედ აუხტენელი საავიაციო ოცნების მონუმენტია.